Zit რა არის პირველ რიგში მე მგონია რომ გარდა იმ უამრავი ადამიანისა ვინც ფიზიკურად არის დღეს რეჟიმის პატიმარი მე მგონია რომ დღეს მთლიანი ქვეყანა არის ამ რეჟიმის პატიმარი ჩვენ ყველა ვართ ამ რეჟიმის პატიმრები რაც არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამას უნდა დავნებდეთ და ყველა იმ მოქალაქეს ვინც ოდნავ მაინც იცის თავისუფლების ფასი მით უმეტეს ჩვენი ქვეყნის ეს მოგვეთხოვება აქ უკვე ჩვენი პროფესიული ხაზი ჩვენ რას გთხოვს და რას არ გთხოვს ეს უკვე მეასხარისხოვანია ჩემთვის მაგალითად ეხლა დღეს ის მთავარი მუსიკა გაჟღერდება მაშინ როცა ჩვენ ეს იმ ადამიანების იმ დასახიჩრებული ადამიანების უსამართლობა სამართლიანობით იზეიმებს და ის იქნება მთავარ დარწმუნებული აქ ვინც მუსიკოსები ვსხედავთ ყველასთვის ბევრად უფრო რა ვიცი როგორ გითხრათ ბევრად უფრო ბედნიერი იქნება მუსიკის მოსმენაც სიმღერას დაკვრაც მაშინ ამიტომ დღეს ყველას მოგვეთხოვება ეს არ ვთვლი ჩემ თავს რაღაცნაირად რაღაცა განსაკუთრებულ გმირად იმიტომ რომ მე მუსიკოსი ვარ და იქ ვდგავარ არა ეს ყველას მოგვეთხოვება იქ ყველა ერთნი ვართ და ეს რეჟიმის პატიმრობა ჩვენ უნდა გავარღვიოთ კი, ჩვენ გამოგვიცხადა ომი, რაშიც გარწმუნებთ, რომ დამარცხდებიან თვითონ აუცილებლად, იმიტომ რომ მე მჯერა ჩემი თაობის, მე მჯერა ჩემი თავის პირველ რიგში, მერე ჩემი ხალხის და არა მარტო ჩემი თაობის, თქვა ჩემი თაობიდან დაწყებული და თქვათ აგერ არაჩვეულებრივი მაგალითი ყავს ბატონი გოგის სახით, მათ ნახეს უკვე ეს წინა საქართველოს უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე ვიძახი ამას დღეს უბრალოდ იცით რა არის ვერ იტყვის დღეს ვთქვათ პირდაპირ იმ დღეს ვამბობდი რომ რაღაცა ევროპულ ყუთში შეფუთული რუსეთი შემოაქვთ საქართველოში რომ რაღაცნაირად შემოაპარონ ამ ქართველებს და მით უმეტეს ამ თაობას ისეთი დეტექტორები გვაქვს რომ ვერანაირად ვერ გვაჭმევენ. ამიტომ ეს მე მგონია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა დაიწყო ის რისი მომსწრეც მე ხვდები ახლა ამის ისიც ძალიან არ მომწონს რომ რაღაცნაირად მითვის ეს ღმერთიც მითვის ეს და რელიგიას და სარწმუნოებას მათ მხარეს რაც არ გამოუვათ იმიტომ რომ თავარი უღმერთობა ის არის რისი მოსწრენი ჩვენ გავხდით და ეს მე როგორც წესი ყოველთვის ვარ ოპტიმისტი და ოღონდ რეალურად ოპტიმისტი და მე ვხედავ ამ ადამიანებში იმ იმედს იმ ძალას იმ ადამიანებში ვინც დღეს და ყოველდღე უკვე 29 დღეა ხო თუ არ ვცდები რუსთაველზე დგას და 31-ში რა თქმა უნდა ჩვენს ახლა წეგან მკითხეს რომ 2024 წელს როგორ შეაფასებდით თქო გარდა იმის და მივხედავ თქვა რაღაცა ამ ერთი წლის განმავლობაში რაღაცა წარმატებული რაღაც დეტალები ყველას ცხოვრებაში რაღაცა იყო თქვა ხო მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვნად მე ვთვლი ამ ბოლო პერიოდის ამ 2024 წლის იმიტომ რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ბრძოლა დაიწყო რაც მიგვიყვანს იმ ფინიშის ხაზამდე რასაც დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ იმ საშინელებას, რასაც ქვია ეს რუსეთიზაცია, ეს ახალი სიტყვა შემოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ რომ შემოვიდა, იმიტომ რომ ამას ჩვენ პირდაპირ ხედავთ ამას. დღეს ეს უკვე აღარ გავა, არც გასულა. მე გამომდინარე იქიდან საქართველოს რამდენჯერ მიუღია ეს ტკივილი ამ რაღაც საშინელი ვერაგი დაავადებისგან ჩვენ ვართ ვალდებულები აუცილებლად რაც არ უნდა კეთილდღეობა დადგეს საქართველოში რომ ეს არასდროს არ დაგვავიწყდეს არასდროს არ ჩავაქროთ ეს ბრძოლის უნარიანობა ჩვენს გულებში სულ გვახსოვდეს რომ არასდროს არ მიცეთ არც ერთ ხელისუფლებას მიიყვანოს ესეთ უკიდურეს მდგომარეობამდე ქვეყანა რომ ესე უკიდურესად ბრძოლა დაგჭირდეს ჩვენ ბრძოლის არ გვეშინია არ დავიშურებთ არანაირ ძალას მე პირადად 100% ბექა გოჩიაშვილის ეკუთვნის აუცილებლად პირველ რიგში ჩემს სამშობლოს და მერე დაალაგებული ქვეყნიდან უკვე მე მხარში გამართული შევძლებ ჩემი პროფესიის ისე გაგრძელებას როგორც მანამდე ვაკეთებ.